გამარჯობა, მე ვარ ლილე ჩახმახაშვილი, 9 წლის. დღეს მე ვიქნები თქვენი წამყვანი. დღეს ჩემთან სტუმრად იქნება ჩემი დედიკო. დედიკო, დღეს თქვენი წამოხვედით ჩემს გადაღებაში, იმიტომ რომ დღეს მე მაქვს თქვენთვის კითხვები. შეგიძლიათ გამწვით კითხვებზე პასუხი? იმსად ვარ. მოდი დავიწყოთ პირველი მარტივი კითხვით, რა გქვიათ? მე ვარ ანი. გვარი? კიკაიძე. ასე გითხრა? 32 როდის გაიქეთ, რომ მე ონკოპაციენტი ვიყავი? წლის და 4 თვის იყავი, როდესაც უბრალო მუცლის ტკივილით წავედით ექიმთან. და მაშინ გითხრეს, რომ სამწუხაროდ თქვენ შვილს აქვს სიმსივნე, ოღონდ ეს სიმსივნე არის იმხელა, რომ ფარავს ყველაფერს და უბრალოდ ვერ ვხედავთ ვერცეთ ორგანოს და საჭირო იყო მუცლისღრუს მთლიანი MRT-ს გატახება. გადავიღეთ და დადასტურდა შენი დაავადება. მაშინ როცა გაიგეთ, რომ მე ონკოპაციენტი ვიყავი, როგორი რეაქცია გქონდათ? დაშინელი. იმიტომ რომ არაფერი არ ვიცოდით საერთოდ სიმსივნეზე, ბავშვთა სიმსივნეებზე სრული ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ვერანაირი ინტერნეტში ვერ მოვიძიებდით ამას. მოკლედ არაფერი არ ვიცოდით ამის შესახებ და ყველა ძალიან განვიცდით რა საშინელება იყო. მიზეზი იყო ის, რომ ესენი უკვე სოღანდებულები იყვნენ. და აუცილებლად ანუ კი ვის დაუმარცხებია მსოფლიოში, რომ თქვენ დაამარცხოთ. აი ამ სიტყვებით გაგვაცილა ჩვენ თურქეთში. იმის მერე ბევრი მიბრძოლეთ, თუმცა მოვედით აქ. როცა მე ავადი ვიყავი, რა გაძლიერებდათ ყველაზე მეტად? რა გვაძლიერებდა? იმდენად დადებითი აურა გაქვს, დადებითი ემოციები გაქვს, პოზიტიური ხარო, შენი აი ამ დადებითი ემოციებით ჩვენ გვამხნევებდი, რომ შენ კარგად იქნებოდი და აი ეს გვაძლიერებდა. მაგ დროს რას ვაკეთებდი? ბევრს ცეკვავდი და ვიდეოებს წერდი მაშინაც. როგორც ახლა. ახლა შენ რას ისურვებდი ჩემთვის ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად მინდა რომ ჯანმრთელი იყო სიცოცხლის ბოლომდე. მხოლოდ ჯანმრთელობა, მეტი არაფერი. მინდა გკითხოთ ხევანდელ დღეს. ეხლაც რო ვიღებთ 2023-ში გახსოვს რომ გადაგვეხო ტელევიზია? სამებაში რო ვიღებდით, ხო? კი, მახსოვს. მახსოვს. მაგ დროს რაღაც იმაზე ვიღებდით პროგრამაზე, ხო, რომ ბავშვებს ემკურნალათ. დიახ. ხო, იცი როგორ არის ეგ ჩვენ არ გვისარგებლია მაგ პროგრამით. იმიტომ რომ უკვე გამოჯანმრთელებული იყავი შენ. მაგ პროგრამით ვინც სარგებლობდა, როგორც ვიცი, ძალიან დიდი აი ხარვეზებით მუშაობს, რა რაღაცნაირად ვერ გვარდება ვერც ესპანეთი და ვერც ისრაელი, როგორც ვიცი, მხოლოდ თურქეთია. შეხება არ მქონია, მაგრამ ვიცი რომ ძალიან დიდი ხარვეზებით მუშაობს. და რა ვიცი, ვისურვებდი რომ მალე გამოსწორებული იყოს ეს ხარვეზები, იმიტომ რომ ყველა ბავშვი იმსახურებს სრულფასოვან მკურნალობას. ჩვენ რომ თურქეთში ვიყავით, მახსოვს რაღაც პატარა დეტალები. ისიც მახსოვს რომ ორი ექიმი იყო, თურქი და ორივე ძალიან უყვარდი. კი, ყველას უყვარდი. გახსოვს სპილო რო გაჩუქეს. ეხლაც გვაქვს სპილო სათამაშო სახში. მე მახსოვს რომ პატარა თმის მაგრი მაჩუქეს. კი, აბადოკიც დაჩუქეს, გახსოვს? არა, ეგ არ გახსოვს. იავნანას რო გიმღეროდა თურქი ექიმი რეანიმაციაში, გახსოვს ქართულად? არა. ხო, აი ეს ძალიან ისეთი კი შენს გამო ისწავლა ეგ სიმღერა და შენ რო ცუდად იყავი და ოპერაცია გაგიკეთეს, მე რამდენი დღე არ მახსოვდა, ტელეფონში გირთავდა და თან ხელში გაძინებდა იავნანას. კიდევ მე მახსოვს რომ ორი თურქი ექიმი ჩემთან მოვიდოდა და ინგლისურად მოგებოდა I love you. რომელი უფრო გიყვარს? ექიმები რო გეკითხო ეცნებით. ძალიან ცოტა ვიცოდი ინგლისური და მე ვეუბნები I love you. დედიკო, შენ ყოველთვის გჯერო რომ ყველაფერი კარგად იქნება? კი, აუცილებლად ყოველთვის ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ეხლა მე მინდა გკითხო. აი რა გასწავლა აი ამ გზამ, რა ისწავლე, რო გაიარე, რა გასწავლა ამ გზამ? მე მასწავლე ბევრი რამ. და მე ვიტყვი რომ
თუმცა მომასწავლა მე როგორ უნდა დავამარცხო ვირუსი, როგორ უნდა ვიბრძოლო და გავიმარჯვო. ახლა მე აქ ვარ და გელაპარაკები შენ. და გამარჯვებული ხარ? ანუ სუპერ გმირი. ლილეიც რა მაინტერესებს? საქართველოში მკურნალეთ ცოტა ხანს. იაშულში, ეგენი ხო გახსოვს ეგ მომენტები? ცოტა აქ რო ვიყავით საქართველოში. პატარა იყავი მაშინ ძალიან. და რამდენიმე ბავშვი ვიცი რომ გახსოვს. აი ვინ გახსოვს ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ჩემ მახსოვს ჩემი საუკეთესო მეგობარი შურთიკო. შურთიკო ახლა ძალიან მეგობრება, აი ძალიან მიყვარს. ყოველთვის მეყვარდა და აი ესეთ მომენტებში და ყოველ მომენტებში მახსენდება ჩემი საუკეთესო მეგობარი შურთიკო. არა უშავს ახლა ის ხო ვარსკვლავია? არა უშავს თუ არ გაიმარჯვა, არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის, იმიტომ რომ მაინც სუპერ გმირი ექნება ყოველთვის. მეც ასე ვფიქრობ, რომ მაინც სუპერ გმირია შურთიკო. იმედია ახლა შურთიკოს ისმის ჩემი ხმა და ძალიან მიყვარს, აი ძალიან მიყვარს. თანათობელი ვარსკვლავია, რომელიც სულ გაგინათებს გზას. სულ. ყოველთვის ჩემს კვერცხში იქნება იმედია და მოხმარება რაღაც სირთულეების გადალახვაში. მეც ეგრე მგონია. ეს ძალიან მიყვარს შურთიკო. რას ეთყოდი ახლა იმ ბავშვებს, ვის ამ გზას გადის? ბავშვებო, ახლა თქვენ თუ მისმენთ და მიყურებთ, მინდა გითხრათ, რომ მე თქვენი ჯერა და ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, მიგულეთ თქვენ გვერდით და ყოველთვის გაიმარჯვებთ. უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ ამ ომს, ასე ვთქვათ, და თქვენც გახდებით ჩემნაირად სუპერ გმირები. მადლობა. ეს იყო ჩვენი ინტერვიუ. ხარია რომ დღეს ჩემი დედიკო იყო სტუმრად. მეც მიხარია რომ შენი სტუმარი ვიყავი დღეს მე. ვიმედოვნებ რომ ყველა ბავშვი საქართველოში მიიღებს იმ მკურნალობას, რასაც იმსახურებენ. მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს და ეხლა ოქროსფერი სექტემბერია. ანუ რა ხდება ამ სექტემბერს, ოქროსფერ ამ სექტემბერს? სექტემბერს ხდება ბავშვები რომ ბავშვთა სიმსივნეები რომ იყო. არის ახლაც არის სამწუხაროდ. ძალიან მწუხარ. იმედი ეს ვირუსები აღარასდროს და გაქრება ამ სამყაროდან. ხო და ჩვენც ახლა იმიტომ საუბრობთ, რომ მივაწვდინოთ ყველას, ვინც ახლა ამ დაავადებას ებრძვის, რომ მაგრად უნდა იყოთ, გაუძლოთ, ძლიერები უნდა იყოთ და რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა იფიქროთ პოზიტიურად. აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. ჩემნაირად ცეკვავდი და მღერვდი. აუცილებლად. სულ ესება ჩემი ინტერვიუ ნახოთ. დაგპატიჟებს აუცილებლად თავის სპექტაკლზე დეკემბერში იქნება, ხო, რატატუის დგავენ და დეკემბერში იქნება პრემიერა და აუცილებლად დაგპატიჟებთ. მადლობა. ყველს მეგობრებს თან.